თუ კარგად დააკვირდები, შეამჩნევ, რომ ეს უბრალოდ ზამთრის პეიზაჟი კი არა, სიუჟეტია, რომელიც ამბავს გვიყვება. სურათი წარმოადგენს ჩრდილოეთ რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს სახელწოდებით მონადირეები თოვლში, რომელიც 1565 წელს ფლამანდიელმა მხატვარმა პიტერ ბრეიგელ უფროსმა შექმნა და მან ისეთი ხედვის წერტილი შეარჩია, რომელიც თვალწინ გვიშლის მთლიან ლანდშაფტს და უამრავ წვრილმან დეტალს, რომელიც ნახატს ფილმიდან ამოჭრილ კადრს ამსგავსებს. სხვათა შორის ეს ნახატი ბევრ ფილმშია გამოყენებული, მათ შორის ლარს ფონ ტრიერის მელანქოლიაში. ბორცვის თავზე ჩანს მონადირეების ჯგუფი, რომელიც ძაღლებთან ერთად ქვემოთ მდებარე სოფლისკენ ბრუნდება. მათი ნადავლი მწირია. მხოლოდ ერთი მელა, რომელიც მარცხენა მხარეს მდგომ მონადირეს შუბზე აქვს ჩამოკიდებული და მხარზე უდევს. მონადირეების წინ თოვლში ჩანს კურდღლის ნაკვალევი, რომელმაც გაქცევა მოახერხა ან მონადირეებს გამორჩათ. ლანდშაფტი წარმოსახვითი უნივერსალური სივრცეა, რომელიც აერთიანებს მხატვრის მშობლიური ნიდერლანდების ელემენტებს ალპების მკვეთრ, კლდოვან მთებთან, იმ მთებთან, რომელიც ბრეიგელმა იტალიაში მოგზაურობისას იხილა. მონადირეების მარცხნივ ბრეიგელმა დაამატა მოტივი, რომელიც წიგნების მინიატურულ ილუსტრაციებში დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა დეკემბრის თვის გამოსახატად. შენობის გარეთ ღია ცეცხლზე ღორის შეწვის მოსამზადებელი სცენაა წარმოდგენილი. ნამუშევრის საერთო ვიზუალური შთაბეჭდილება მშვიდი ცივი და მოღრუბლული დღის განცდას ქმნის. ფერთა გამაში თეთრი ლურჯმწვანე და ყავისფერი ტონები დომინირებს. ხეების შიშველ ტოტებს, რომლებზეც ყვავების სხე და ნაზად ფარავს თოვლი, ხოლო ჰაერში შეშის ყვამლი ტრიალებს. სცენის ზედა ცენტრალურ ნაწილში კაჭკაჭი დაფრინავს. ბრეიგელი ზოგჯერ ამ ორი ფრინველის სახეობას ავის მომასწავებელ ნიშნად იყენებს, რადგან ნიდერლანდურ კულტურაში კაჭკაჭი ბოროტ სულთან ასოცირდება. შორს სილუეტებად წარმოდგენილი ფიგურები ყინულზე სრიალებენ და ჰოკეის ადრეულ ფორმას თამაშობენ. საბოლოო ჯამში ამ ნამუშევრის მნიშვნელობა ხელოვნების ისტორიაში მის ცალკეულ დეტალებს კი არა, არამედ იმ მთლიან დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ეფუძნება, რომელსაც ფერთა გამა და კომპოზიცია ქმნის.